ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სტუდენტებს აფრთხილებენ, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ჩიტიძე აცხადებს, ნაციონალურ მოძრაობას დაქვემდებარებული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი დაჩი გუბაძე საკუთარ აქტივთან ერთად სტუდენტების დასაბნევად ალტერნატიული აქციის გამართვას გეგმავს. მისი თქმით, ამ ეგრეთ წოდებული მსვლელობის მოთხოვნები იქნება ის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ციხეებში დამკვირვებლები შევიდნენ. ჩიტაძე აფრთხილებს, სტუდენტებს არ მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რადგან მისი თქმით, ეს არის ნაციონალურ მოძრაობას დაქვემდებარებული პირის მიერ დაგეგმილი დამაბნეველი სვლა. დღეს პატიმართა ძალადობის წინააღმდეგ 3 სტუდენტური აქცია დაანონსდა, მათ შორის კანცელარიასთან გუშინ შეკრებილმა ახალგაზრდებმა აქცია დღეს 12 საათზე ახმეტელის მეტროსთან დაგეგმეს, საიდანაც კლდანის ციხესთან გადაინაცვლებენ. სტუდენტურმა გაერთიანებამ ლაბორატორია 1918 აქცია უნივერსიტეტთან 13 საათზე დაანონსდა, სტუდენტურმა თვითმმართველობამ კი 15 საათზე დაგეგმა აქცია ასევე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები აქციას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გამართავენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები 15 საათზე შეიკრიბებიან უნივერსიტეტთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის განცხადებით, თვითმმართველობები გმობენ ყოველგვარ ძალადობას და საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ. გუბაძის განცხადებით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველი მოთხოვნა ეს არის, რომ აუცილებლად კაცრად იქნა გასამართლებული და დასჯილი ყველა ის პირი, ვინც იღებდა მონაწილეობას მსგავსი მეთოდებით პატიმრებთან ციხეში ძალადობის განხორციელებაში. მეორე მოთხოვნა განურჩევლად თანამდებობისა, აუცილებლად ყველა ადამიანმა განურჩევლად მისი პოსტის სიმაღლისა უნდა დატოვოს თანამდებობა, თუ გამოუდინდება, რომ ისინი რაიმე თვალსაზრისით იყვნენ პასუხისმგებლები ამ ყველაფრის თავიდან აცლებაში. მესამე მოთხოვნა არის ის, რომ შეიქმნება 5-კაციანი სტუდენტთა ჯგუფი, რომელსაც უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს მონაწილეობა და გაუწიოს მონიტორინგი პრემიერ-მინისტრისთვის დავალებულ ახალ რეფორმაში, პენიტენციალურ სისტემაში. მეოთხე მოთხოვნა არის ის, რომ შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც უკვე ახალ სახალხო დამცველთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ციხეებში, მონიტორინგში და მეხუთე მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს სტუდენტებს, ყავდეთ თავიანთი უფლება, ყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეთვალყურეო ჯგუფში.